სამწუხაროდ წერილი, რომელზეც ბატონი ნარმანია საუბრობდა, თითქოს მან ჩვენ გამოგვიგზავნა დებატებთან დაკავშირებით და ელოდებოდა ჩვენსგან პასუხს, ამ წუთამდე არ მემიღია და მე მოუწოდებ ბატონ ნარმანიას, ეპისტოლარულ ჟანრში ურთიერთობაზე წერილებით, ასე ვთქვათ, მიმოწერას ჯობია უბრალოდ მარტივად იმ ტელეკომპანიებში მივბრძანდეთ, საიდანაც არის მოწვევა დიდი ხანია მიღებული, როგორც მე ასევე ბატონ ნარმანიას, ტელეკომპანია მაესტრო, ტელეკომპანია იმედია, ტელეკომპანია რუსთავი 2, სამწუხაროა, რომ წინა პარასკევს იგი არ გამოცხადდა დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მარტო ვიჯექი სტუდიაში და იმედს ვიტოვებ, რომ აი ამ დარჩენილ 5 დღეში იგი თანხმობას განაცხადებს და ჩვენ ერთად დავსწრებით და შედგება ის დებატები, რომელიც არა ბატონ ნარმანიას, არა ბატონ ასე ვთქვათ მელიას, არამედ რეალურად თბილისელებს სჭირდება ეს დებატები, რათა ვიდებატოთ საგნობრივად იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც თბილისელებს აინტერესებთ და მე მგონი თბილისელები ამის სრულად იმსახურებენ ამის პატივისცემას, რომ ჩვენ დავსწრეთ და ვიდებატოთ, ვინაიდან ეს არის ქალაქი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მე-13 ცხოვრობს და შეუძლებელი არის, რომ უნიკალური შემთხვევა მეორე ტური დამთავრდეს ისე, რომ არ შედგეს დებატები.